უკვე 3 დღეა, რაც ისრაელსა და ირანს შორის სარაკეტო იერიშები გრძელდება, რის შედეგადაც უკვე 230-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა სერიოზული სახე 13 ივნისს მიიღო, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად ისრაელმა წამოიწყო ახალი სპეცოპერაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით იმდენ დღეს გაგრძელდება, რამდენიც ამ საფრთხის აღმოფხვისთვის იქნება საჭირო. ირანზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგად 224 ადამიანია დაღუპული, ხოლო ჯანდაცვის წარმომადგენლები 1277 დაჭრილის შესახებ იტყობინებიან. თეირანი აცხადებს, რომ ისრაელმა კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის გენერალი მოკლა, მათ შორის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის უფროსი მოჰამედ კაზემი. ირანელი მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის დარტყმების უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. ბირთვულ საკითხებზე 15 ივნისს ჩანიშნული მოლაპარაკებები თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჩაიშალა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე შუქის გარეშე ისრაელი ირანს არ დაარტყამდა. მეტიც, თეირანი აცხადებს, რომ მტკიცებულებაც კი აქვს. შესაბამისად, ის ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების მე-6 რაუნდის საბოტაჟში ადანაშაულებს, თუმცა დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს. იერიშები ისრაელზე ირანმაც მიიტანა. თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქების თავზე კვლავ სირენების ხმა ისმის, ხოლო საგანგებო სამსახურები ისრაელის მესამე უდიდეს ქალაქ ხაიფაში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ისრაელის მიმართულებით 270-ზე მეტი რაკეტა ისროლეს და მთავრობა აცხადებს, რომ მხოლოდ 22 რაკეტა დაუსხლტა რკინის გუმბათის თავდაცვის სისტემას, რის შედეგადაც დაიღუპა 14, ხოლო ასობით ადამიანი დაიჭრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ისხმის. ჩვენი შესანიშნავი პილოტები თეირანის თავზე დაფრინავენ. თეირანი იწვის, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ვესხმით. მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაციისკენ მოვუწოდეთ და ამას ახლა აკეთებენ, თქვენ ამის შესახებ მოსმენილი არ გექნებათ, რადგან ირანელები მალავენ. სამაგიეროდ ისინი თავს ესხმიან ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას დამრაში, თელ-ავივში, რიშონ ლეციონში, რეჰოვოთში, ყველგან. ჩვენ რა თქმა უნდა განსხვავებულად მოქმედებთ. ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად ათობით საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა. 50 წუთიანი სატელეფონო საუბრის შესახებ საგარეო საქმეებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაგმო და დონალდ ტრამპს კონფლიქტის გადაჭრის თავისი გზა შესთავაზა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სამშაბათ 17 ივნისს ვიდეო კავშირის საშუალებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამართავს.